თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. რადიკალური ოპოზიციის ერთი ნაწილი ისევ გარე დავალების მოლოდინშია, მეორე ნაწილი კი მხოლოდ ბოიკოტზე საუბრობს. მმართველი გუნდისთვის რადიკალურ ფრონტზე არსებული კინკლაობა ჩვეულებრივი შოუა. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის პატრონები ელოდებიან თუ როგორი იქნება პოლიტიკური გარემო ზაფხულისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემენ დირექტივებს. კონკრეტულ აქტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და განაცხადონ ბოლომდე მიყვებიან ამ წინააღმდეგობის გზას თუ ჩამოშორდებიან დანარჩენ საზოგადოებას. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყოველგვარ, ასე ვთქვათ, საუბარს გამოვრიცხავთ, საქართველოში უნდა ჩატარდეს საერთო ეროვნული არჩევნები. თავად იღებს გადაწყვეტილებას ლელო ძლიერი საქართველოს ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნების გარშემო დისკუსიის გახსნას არ განიხილავს. მიიღებენ მონაწილეობას ვაია მათთვის, იმიტომ რომ დამარცხდებიან კიდევ უფრო უარესად, ვიდრე 2024-ში. არ მიიღებენ მონაწილეობას, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, რაც ასევე ძალიან კარგია. ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ თუ არ მიიღებენ, რაც ნამდვილად არ ადარდებს ხა ქართულ საზოგადოებას, ნაცმოძრაობას ორი დღის პარასკევი აქვს დარჩენილი პოლიტიკურად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკვე გამომზეურებულია კომისიის მიერ ნაცმოძრაობის აი ეს ქმედებები, რასაც ქვია ანტისახელმწიფოებრივი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მოსპობა. აი ასეთ მოცემულობასთან ერთად 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს აი ეს იყო ერთმანეთს ამხრევებდა, არ უნდა შევიდეთ პარლამენტში, გამორიცხულია, არ ცნობთ ლეგიტიმაციას, ჩვენ არ შევალთ პარლამენტში, ერთმანეთს ასწრებდნენ. მე ეხლაც რასაც ამბობენ, ნუ დაიჯერებთ. ნურც იმას რომ მიიღებენ მონაწილეობას და ნურც იმას რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. იმიტომ რომ ამ მათზე არ არის დამოუკიდებელი. კოლექტიური ნაცმოძრაობა კრებს და ელოდება დავალებას. ხოლო დავალების მიცემები მათი პატრონები შესაბამისად ელოდებიან, როგორი იქნება პოლიტიკური გარემო დაახლოებით ზაფხულისთვის და აქედან გამომდინარე მისცემენ დავალებას, რომ ან მიიღონ მონაწილეობა, ან არ მიიღონ. ეხლა ეს ყველაფერი როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის ჩვეულებრივი შოუ.